ადამიანს ღმერთმა კითხა თუ რატომ იხმია აკრძალული ნაყოფი. ამით შანსი მისცა ადამიანს სინანულისა. რატომ კითხა ღმერთმა ადამიანს მაშინ, როდესაც ღმერთი ყოვლის ცოდნია და ის იცოდა, რომ ადამიანის სინანულს არ გამოხატავდა. კი ბატონო, ამ შეკითხვაზეც შეგვიძლია მოკლე პასუხი გავცეთ. შეკითხვის მიზანი არის, აი ჩვენ ძირითად ნაწილშიც ამას შევეხეთ და რაღაცა გაგებით გავიმეორებ, რომ აი ეს დავარქვათ ასე დიალოგი, ცუდად თუ არ იღეს, ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობა გამოყვეს ჩვენს პირველ მამას გარეთ, როცა ის 60-დან გამოვა. იმიტომ რომ აი ამის გახსენების შედეგად კიდევ უფრო გამძაფრდეს სურვილი დაკარგულის აღდგენისა. აი ვიღაცა ადამიანები ვართ, მაინც ადამიანური მაგალითი ჯობია. შენი მშობელი რომ გელაპარაკება, შვილო ასე ნუ გააკეთე. ან რაღაცა კონკრეტულ პრობლემურ თემაზე გელაპარაკება, ხო ადამიანურად ურთიერთობაში შემოდის და გიხსნის და გიმარტავს. მაგრამ შენ მაინც იმ კონკრეტულ სიტუაციაში გაკერპებული ხარ და შენი გადაწყვეტილებით საქმე გააფუჭ. ის ნათქვამი არ გავიწყდება. რამდენჯერ უთქვამ ჩემთვის ადამიანს, რომ ჩემი მშობლის სიტყვები ახლა ჩამესმის, აღარ აზის უტყეს ცოცხალი, მაგრამ აი მოვთიყო ლამის ყველა დღე მახსენებს თავსო და ძალა აქვს სიტყვას. აი სიტყვის თქმას ძალიან დიდი ძალა აქვს და ეს ძალა მას უნდა გაყვეს. უნდა დაეხმაროს არჩევანის გაკეთებაში, კეთილი არჩევანის გაკეთებაში, რა თქმა უნდა, როგორ არის იცის, რა თქმა უნდა, რომ არ იქნება იქიდან უკუგება და წინ სანამ საერთოდ სამყაროში იქნებოდა, მანამდე იცის, მაგრამ აი მიზანი არის ისევ და ისევ დახმარება ადამიანსა, შემწევნელობა და ადამიანს. მე სხვა მეტი არ აქვს. ეგ არ არის შენ რომ ერთმანეთს ვეკითხებით, არ ვიცით ერთმანეთისა და მაგალითად პირობითად გამოცდას, იმიტომ ვატარებთ სასწავლებელში, ან ჩვენ გვიტარებენ, რა იცი, მან მე როგორ მომემზადე, უნდა გამომცადოს და მე დაწერს ნიშანს. არც მე ვიცი სხვა როგორ მომემზადე და გამოცდი და ნიშანს ვერ, მაგრამ ღმერთს არ სჭირდება ასეთი გამოცდა. იცი, არ იცი, იმას ფიქრობ, ამას ფიქრობ. ჩვენთვის ისევ და ისევ ჩვენთვის, ჩვენი პირველ მშობლებისთვის.